სტიპენდია 72 ახალგაზრდას გადაეცა. თითოეულ მათგანს 1500 ლარიანი სტიპენდია მიეცა. პროგრამა პროექტის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში ფარგლებში განხორციელდება. თამარ ჩიკვატიაგი ამბობს. 40 სტუდენტი აგრო 32 კი მწვანე სტიპენდიის გამარჯვებული გახდა. სტიპენდიანტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ერთი მთავარი სურვილი აერთიანებთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების გაძლიერება და ამ კუთხით სასარგებლო ცვლილებების შექმნა. მნიშვნელოვანია ეკოლოგიის მიმართულებით განვითარება და მიხარია, რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. სურს ჩემი ცოდნა, რა თქმა უნდა, პრაქტიკაშიც გამოვიყენო და რეალური სასარგებლო ცვლილებების ნაწილიც გავხდები. სტუდენტებს გამარჯვება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. პროგრამა, რომლის მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ახალგაზრდების განვითარებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მსოფლიო ერთდროულად აწყდება კლიმატის ცვლილების, გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებს. ეს პროგრამები, რომელსაც ჩვენი სამინისტროს ფორმატში ვახორციელებთ, არის მნიშვნელოვანი, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს დეფიციტურ კადრებს, შესაძლებლობა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად წაახალისონ და მიიღონ მონაწილეობა, მიიღონ განათლება შესაბამისად და ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი თაობის ახალი ბაზა. მეოთხე წელია უკვე ჩვენ რაც იშვიათი პროფესიების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფთ აგრო და გარემოსდაცვითი სტიპენდიებით დაჯილდოებას იმ ადამიანების, რომლებსაც ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი აქვთ, როგორც აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების გავრცელების, ასევე იმ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების, რომლებმაც თავისი გარკვეული წვლილი უკვე შეიტანეს. ამ ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა უამრავი მიმართულება, სადაც ჩვენი ქვეყანა განიცდის მწვავე დეფიციტს საკადრო მიმართულებებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების გამართვა და ჩვენი ახალგაზრდების წახალისება. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა 2022 წელს დაიწყო და ხელს უწყობს გარემოს დაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას და ქმნის შესაძლებლობას ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტმა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში მიიღოს. მთელს მსოფლიოში ეკონომიკა მწვანდება, მიმდინარეობს მწვანე გარდაქმნის პროცესი, რომელიც ითხოვს ახალ პროფესიულ უნარებს, ახალ ცოდნას და ახალი პროფესიების ჩამოყალიბებას. ჩვენი პროგრამა ემსახურება ისეთი მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებას, რომლებიც შეძლებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ბრძოლას. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა უკვე მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს და ყოველწლიურად უფრო მეტ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის პროცესში. ორი დღის განმავლობაში ლუვრის მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დახურული იყო.